კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში. ჩვენი სტუმრები არიან ნინო კვიჟინაძე, საინფორმაციო და კომუნიკაციების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, მარიამ სესიტაშვილი, პროექტის კოორდინატორი. მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ ამ აქტუალური თემით შემოგვერთდით. და ვფიქრობ, უპირიანი იქნება საუბარი დავიწყოთ გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის აქტივობებით. გისმენთ. პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის და თქვენ და თქვენს მსმენელს სულუცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. სციპ გარემოს დაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი გახლავთ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქოლგის ქვეშ. მისი მიზანია საზოგადოებაში აამაღლოს ცნობიერება და ხელი შეუწყოს განათლებას, როგორც გარემოს დაცვითი, ისე აგრარული მიმართულებით. ამისთვის ცენტრს აქვს სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდული პროგრამები, ასევე თემატური კონკურსები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მორგებულები ვართ ყველა ასაკის წარმომადგენელთან, გვაქვს მაგალითად და ასევე სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებთან, გვაქვს შეხება როგორც ბაღის პედაგოგებთან, ასევე სკოლის პედაგოგებთან და ასევე ახალგაზრდებთანაც. მოგეხსენებათ, რომ აუცილებლად გარემოზე ზრუნვა იწყება ადრეული ასაკიდანვე. სწორედ ამიტომ გვაქვს გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში და მაგალითად რომ გადავიდეთ ასევე კონკურსებზე, ამჟამად აქტიური კონკურსი გვაქვს გარემო და პლასტიკი, შენი ხედვა, რომელიც არის ფოტოგრაფებისთვის და ასევე ყველა დაინტერესებული საზოგადოებისთვის. ასევე გვაქვს ამჟამად კონკურსი შენი იდეა ტყისთვის, რომელიც გახლავთ იდეების კონკურსი, მიმდინარეობს 2 ეტაპად და ეს გახლავთ ეს უწყობს ხელს, რომ ცნობიერება ამაღლდეს გარემოს დაცვითი მიმართულებით და ასევე ხელი შეუწყობს ტყის მდგრად მართვას, ტყის ხანძრების პრევენციას და ასე შემდგომ. ზოგადად ცენტრზე რომ ვისაუბროთ, ზოგადად ცენტრს აქვს ახალგაზრდული პროგრამები, ეს გახლავთ სატყეო სკოლა, რომელიც უფრო მეტად განკუთვნილია სატყეო სექტორით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის და ეს გახლავთ მე-7-დან მე-9 კლასის წარმომადგენლებისთვის. თვითონ სატყეო სკოლაში ახალგაზრდები გაიგებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის მაგალითად ტყის მდგრადი მართვა, ასევე ენერგოეფექტურობა, ალტერნატიული საწვავი, ტყის როლი ზოგადად მდგრადი განვითარების მიღწევაში, ასევე გახლავთ დაცული ტერიტორიების როლი და სხვა, რომელიც უშუალოდ ეხება ტყეებს და ჩვენს გარემოს. ასევე გახლავთ აგროსკოლა, ერთ-ერთი აქტიური ახალგაზრდული პროგრამა, რომლის მიზანიც გახლავთ უფრო მეტად ხელი შეუწყოს აგრარული განათლების ხელშეწყობას და უფრო მეტად მორგებულია აგრარული სექტორით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის. აქ უფრო მეტად გახლავთ მეღვინეობა, მეფუტკრეობა, მეაბრუშუმეობა და სხვა აგრარული სექტორით დაინტერესება. ასევე გასათვალისწინებელი და ძალიან კომფორტული მგონია ის ფაქტიც, რომ ჩვენ არ ვზღუდავთ თავიანთი ლოკაციის მიხედვით ახალგაზრდებს. ასევე აგროსკოლაზე მინდა დავამატო ის, რომ გახლავთ მე-8-დან მე-12 კლასის წარმომადგენლებისთვის, როგორც ვახსენე, არ ვზღუდავთ არავის და ეს გახლავთ Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით დისტანციურად, ანუ შესაძლებელია მაგალითად სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ეს ჩაგვერთონ ახალგაზრდები და შემდგომ უკვე ხდება გასვლითი აქტივობები, ეს იქნება სხვადასხვა ტიპის ბანაკები, მიმდინარეობს ასევე სხვადასხვა საწარმოებში სტუმრობა და ასე შემდგომ. ასევე მინდა ვახსენო სხვადასხვა ტიპის ესეების კონკურსიც გვაქვს, რომელსაც კიდევ აქტიურად გამოვაცხადებთ. კი ბატონო, და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პროცესი ძალიან საინტერესოა, მით უმეტეს ახალგაზრდების ჩართულობა და აი შედეგი მაინტერესებს და ზოგადად რამდენად შეიცვალა და იცვლება ამ აქტივობების შემდეგ საზოგადოების ცნობიერება. გასაგებია. რა თქმა უნდა, თავდაპირველად როცა ვიწყებთ ხოლმე ნებისმიერ ტრენინგს თუ ახალგაზრდულ პროგრამას, თავდაპირველად ხდება მოლოდინების განსაზღვრა და თვითონ ახალგაზრდებიდანვე ვიცით ხოლმე, რომ ყოველთვის აჭარბებს მათი მოლოდინები და ეს ჩვენ ძალიან გვახარებს. ყოველი ტრენინგის ბოლოს მეც და ჩემი კოლეგებიც აქტიურად ვცდილობთ ხოლმე შევაჯამოთ, ესე რომ ვთქვათ, აღნიშნული ტრენინგი და მოსწავლეებისგან გავიგოთ თუ როგორ შეიძლება იცხოვრონ უფრო მეტად ეკომეგობრულად, რადგანაც ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი პლანეტა და ჩვენი ვალდებულებაა ის, რომ ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე და პლანეტაზე. ასევე
ხაზს უსმევთ ყოველთვის, რომ გვაქვს რესურსები, რომელიც არის ამოწურვადი და უნდა ვიზრუნოთ ამ რესურსებზეც აუცილებლად და ყოველთვის როცა გვაქვს ხოლმე მაგალითად ხშირად არის რომ ერთ აუდიტორიას ვხვდებით ორჯერ და რა თქმა უნდა სხვადასხვა გარემოსდაცვით თემებზე და მეორე შეხვედრისას როცა უკვე ვფიქრობთ ხოლმე რომ რა შეიცვალა პირვანდელთან დაკავშირებით ყოველთვის ამბობენ ხოლმე რომ მათ დანერგეს თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ეკომეგობრული ჩვევები როგორც არის მაგალითად რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მაღაზიაში გასვლისას მაგალითად იყენებენ მრავალჯერად ნაჭრის ჩანთებს ასევე ყოველთვის როცა ტოვებენ ოთახს თიშავენ ელექტროენერგიას ასევე ხშირად არის ხოლმე რომ ასწავლიან მათ მეგობრებს და მშობლებსაც და ეს ჩვენ ძალიან გვახარებს რა თქმა უნდა. ბატონო და იმ სურვილები როგორ ერთვებიან პროექტში? იმისთვის რომ დაინტერესებულმა პირებმა აუცილებელია რომ დაგვიკავშირდნენ ჩვენს სოციალურ ქსელზე ან საკონტაქტო ნომერზე ცენტრის საკონტაქტო ნომერზე ამის შემდგომ უკვე ხდება თარიღისა და თემის შერჩევა შემდგომ უკვე ხდება თემის მიხედვით აქტივობების შერჩევაც რადგან როგორც მოგეხსენებათ ტრენინგების ჩატარების შემთხვევაში უკვე ხდება ის რომ მაგალითად ყოველთვის არის ხოლმე რომ სხვადასხვა თემებს მორგებული აქვს სხვადასხვა მაგალითად თავიანთი თამაშები. ასევე გასათვალისწინებელია ის და ხშირად არის ხოლმე ესეთი შეკითხვაც რომ თუ ხდება რომ თუ შესაძლებელია ერთი თემა მოისმინოს მეხუთე კლასის მოსწავლემ მაგალითად და მეათე კლასის მოსწავლემ. რა თქმა უნდა ჩვენ ასაკში არანაირად არ ვსყუდავთ და ხდება ხოლმე რომ მაგალითად პატარა ასაკის წარმომადგენლებს უფრო მარტივ და მათთვის გასაგებენაზე ვუხსნით ამ ყველაფერს მაგალითად ასევე ნარჩენების მართვის თამაში გვაქვს და ვცდილობთ რომ თამაშით ვასწავლოთ მათ გვაქვს სეპარაციის ურნები პირობითად მოსწავლე თავისთვის სასურველ ნარჩენს ირჩევს და ამ ნარჩენს აჩვენებს აუდიტორიას და შემდგომ უკვე ათავსებს სპეციალურ სეპარაციის ურნაში ასევე გვაქვს სხვადასხვა ტიპის თამაშები პირველიდან მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის უფრო მეტად გვაქვს გასაფერადებლები მეექვსედან მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის გვაქვს უფრო მეტად კროსვორდები ხოლო მე-10-დან მე-12 კლასისთვის უკვე გვაქვს ქვიზები ესეც რა თქმა უნდა სირთულეზე არის უკვე ასაკის ზრდასთან ერთად. კი ბატონო ძალიან კარგი დავამატებთ რამე ასევე მინდა დავამატო რომ ტრენინგები ხდება როგორც დისტანციურად ასევე ხდება პირისპირ მასწავლებლები თავიანთ მოსწავლეებთან ერთად მოდიან ჩვენს ცენტრის შენობაში და ჩვენც მათთან ესე აქტიურად მივდივართ ხოლმე. ბატონო ძალიან კარგი და ამასობაში პროექტის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში მთავარი მიზანი რა არის? მოგესალმებით, მეც ასევე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სახელით და მადლობას გიხდით მოწვევისათვის. რაც შეეხება ჩვენს პროექტს, პროექტი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში, აღნიშნული პროექტი 2019 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანი არის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების ზეგავლენის შემცირება მოსახლეობაზე, ინფრასტრუქტურასა და ზოგადად საარსებო გარემოზე. პროექტი ხორციელდება კლიმატის მწვანე ფონდის, რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობის, ასევე შვეიცარიის მთავრობის თანადაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. აქვე ალბათ მნიშვნელოვანია ვახსენოთ უშუალოდ ის უწყებები, ვინც ჩართულნი არიან პროექტის წარმატებით განხორციელების პროცესში. პირველ რიგში აუცილებლად ეს არის საქართველოს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მასში შემავალი ორი ქვეუწყება, რა თქმა უნდა ჩვენ გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი და ასევე გარემოს ეროვნული სააგენტო, აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტრო და მასში შემავალი უწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მასში შემავალი ქვეუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი და რა თქმა უნდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. სწორედ აი ამ უწყებათა მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდება აღნიშნული პროექტი. კი ბატონო და რაც შეეხება საფრთხეებს ამასაც რო ვისაუბროთ. კი ბატონო, პროექტი უშუალოდ ფარავს 7 საფრთხეს. ეს საფრთხეები არის წყალდიდობა, სეტყვა, გვალვა, ღვარცოფი, ძლიერი ქარი, თოვლის ზვავი და მეწყერი. დაფარვა გულისხმობს იმას, რომ ყველა ის ღონისძიება, რომელიც ხორციელდება უშუალოდ პროექტის ფარგლებში, ხორციელდება აი ამ 7 საფრთხის გათვალისწინებით.
კი ბატონო და პროექტის მასშტაბზეც უნდა ვისაუბროთ 2019 წლიდან საგრძნობლად გაიზარდა 46 მუნიციპალიტეტს მოიცავთ ხო? როდესაც პროექტი დაიწყო 2019 წელს თავდაპირველად ხორციელდებოდა მხოლოდ 10 მუნიციპალიტეტში 10 სამიზნე მუნიციპალიტეტი გქონდა. შემდეგ უკვე ეტაპობრივად გამოვლინდა ასე ვთქვათ ახალი სამიზნე მოწყვლადი მუნიციპალიტეტები და 2026 წლის მდგომარეობით დღეს პროექტი ფარავს 46 სამიზნე მუნიციპალიტეტს. საკმაოდ ბევრია და მეთანხმებით. კი ბატონო და აი რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, რაც შეეხება რეგიონებს, რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა თქვენი აქტივობები და აი რა მდგომარეობაა იქ. ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი. ახალგაზრდები მაინტერესებს. არა მხოლოდ დიახ, აი პროექტის ფარგლებში, ასე ვთქვათ, სამიზნე აუდიტორია, რომელთანაც ცენტრი თანამშრომლობს და არა მხოლოდ პროექტის ფარგლებში ზოგადადაც, ესენი არიან, რა თქმა უნდა, ადგილობრივი თვითმმართველობები, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები, აუცილებლად საგანმანათლებლო სექტორი, რომელიც გულისხმობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, თვითონ სკოლებს, უნივერსიტეტებს და აგრეთვე აუცილებლად ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ ახალგაზრდები, რომელთათვისაც არაერთი აქტივობა ხორციელდება. ცენტრის როლზეც რომ ვისაუბროთ, ალბათ საინტერესო არის პროექტის ფარგლებში. უშუალოდ ცენტრი ახორციელებს ცნობიერების ამაღლების და საგანმანათლებლო კომპონენტს. ეს გულისხმობს იმას, რომ პროექტის ფარგლებში ცენტრი, ასე ვთქვათ, გეგმავს და ატარებს სხვადასხვა სემინარებს, ტრენინგებს, კონკურსებს, აგრეთვე შეიმუშავებს საგანმანათლებლო რესურსებს, ეს არის როგორც ელექტრონული სახით, ასევე ბეჭდური სახით და რა თქმა უნდა ხელს უწყობს ამ რესურსების გავრცელებას. ამ ნაწილში ძალიან აქტიურად არის ცენტრი ჩართული და ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. დიახ და აი რა უნარებს იძენენ პროექტის მონაწილეები, ახალგაზრდები? პირველ რიგში მათთვის არის ძალიან საინტერესო ზოგადად გარემოსდაცვითი საკითხები. ჩვენ მაგალითად მე რადგანაც უშუალოდ უფრო აქცენტს ვაკეთებ პროექტის შესახებ, აი პროექტის გადმოსახედიდან რომ ვისაუბროთ, პროექტის ფარგლებში გვაქვს არაერთი, ასე ვთქვათ, აქტივობა ახალგაზრდებისთვის და ერთ-ერთი ასეთი აქტივობა არის მოხალისეთა პროგრამა, რომელიც ახლა არის მიმდინარე პროგრამა. დავასრულეთ უკვე ჩვენ მოხალისეთა შერჩევა, აი ამ სამიზნე 46 მუნიციპალიტეტიდან ჩვენ შევარჩიეთ 30 მონაწილე და მათთვის დაიწყო ონლაინ ტრენინგები გარემოსდაცვით საკითხებზე, რომლის მიზანიც არის მათი ცნობიერების ამაღლება და აი ამ ტრენინგების დასრულების შემდეგ თვითონ ახალგაზრდები, ასე ვთქვათ, არაფორმალური განათლების გათვალისწინებით უშუალოდ უზიარებენ მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას თავიანთ სკოლებში ახალგაზრდებს. შესაბამისად ძალიან, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანია მათთვის ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ამაში მონაწილეობის მიღება და აი მოხალისეთა ასაკი მაინტერესებს, ასაკობრივი ზღვარი არის თუ ვისაც სურს შეუძლია გახდეს მოხალისი ან დაუშვათ რამე კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს? ზოგადად მოხალისეთა პროგრამაში ჩვენი პროექტის შემთხვევაში ასაკობრივი ზღვარი გვაქვს 15-17 წელი. შესაბამისად 46 მუნიციპალიტეტის სამიზნე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან 15-17 წლის ასაკის, შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. და ინკლუზიაზეც უნდა ვისაუბროთ. აუცილებლად არიან ჩართულნი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და როგორ ხორციელდება ეს პროცესი და რას მოიაზრებს შშმ პირების ჩართულობა. დიახ. უშუალოდ ინკლუზიის მიმართულებით წელს პროექტის ფარგლებში პირველად განხორციელდება პირისპირ სივრცეში ტრენინგი ინკლუზიური განათლების მიმართულებით, ანუ კატასტროფების რისკის ინკლუზიური მართვა და შემცირება. ასე ვთქვათ, მიზანი ამ ტრენინგების არის ის, რომ მოხდეს ამ პირების ცნობიერების ამაღლება კატასტროფების რისკების საკითხების შესახებ და უშუალოდ ის საკითხები, რომელიც განიხილება ტრენინგებზე არის მაგალითად საქართველოსთვის დამახასიათებელი საფრთხეები, მისი გამომწვევი მიზეზები, ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი და რასაც უფრო აქცენტს გავაკეთებთ არის კატასტროფის დროს ქცევის წესები. თუ როგორ უნდა მოვიქცეთ დიახ კატასტროფის დროს. აქვე მინდა აი ახალგაზრდების მიმართულებით და პროგრამების მიმართულებით რადგანაც საუბრობ, მინდა დავამატო მწვანე ბანაკის შესახებ ვისაუბროთ. მწვანე ბანაკი კლიმატის ელჩები
ხუთჯერ განხორციელდა უკვე პროექტის ფარგლებში, წელს მე-6-ად გამოცხადდება დაახლოებით მაისის თვეში. აღნიშნული ბანაკი ყოველწლიურად ხორციელდება ერთი კვირით ბაკურიანში და მიზანი არის აგრეთვე ახალგაზრდობის გარემოსდაცვის საკითხებით დაინტერესება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა. ერთი კვირის მანძილზე აქაც ასაკობრივი შეზღუდვა გვაქვს 15-17 წელი, თუმცა ბანაკი არის გათვლილი მთლიანად საქართველოს მასშტაბით, შესაბამისად აღარ ვზღუდავთ ლოკაციებს და ერთი კვირის მანძილზე ახალგაზრდებს აქვს შესაძლებლობა, ასე ვთქვათ, გარემოსდაცვის საკითხებზე მოისმინონ ტრენინგები, სემინარები და განსაკუთრებით ჩვენ გვახარებს ის ფაქტი, რომ ისინი ბანაკში ყოფნის დროს სწავლობენ პროექტის წერას. თუ როგორ უნდა დაწერონ პროექტი, შეიმუშავებენ ადგილზე ამ მცირე პროექტებს და როდესაც შემდეგ ისინი უკვე ბრუნდებიან მუნიციპალიტეტებში, აი ამ მცირე პროექტებს ახორციელებენ თავიანთ სკოლებში და თემებში. რაც ძალიან ესე იგი мотивация მათთვის რომ განახორციელონ თავიანთი შექმნილი პროექტები. დიახ და აი საინტერესო ხა ეს მწვანე ბანაკიც არაჩვეულებრივი პროექტია და უკვე 5 წელია. 5ჯერ განხორციელდა. ანუ 5ჯერ განხორციელდა, ანუ გარკვეული გამოცდილება უკვე გაქვთ და აი ორივე მინდა რომ ამ კითხვაზე პასუხი გამცეთ. აი დავუშვათ სიახლე რა არის და ყოველ წელს რა დავუშვათ ემატება ამ მიმართულება და საერთაშორისო გამოცდილებასაც თუ იზიარებთ, ესეც საინტერესოა, მსგავსი თუ არის, თუ არა, ნუ არა და რას გეგმავთ კიდე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყოველ ახალს და ახალ პროექტს მოაქვს კიდე რაღაც გარკვეული სიახლე, ხო? დიახ, გეთანხმებით. და ნუ ყველაფერი არის შედეგზე ორიენტირებული. რა თქმა უნდა, შედეგების მიხედვით და აი განვითარების კუთხით რომ განვიხილოთ, თავდაპირველად მაგალითად, როდესაც ვაცხადებდით მწვანე ბანაკისთვის მონაწილეთა შერჩევას, თუ შემოდიოდა დაახლოებით 150 აპლიკაცია მსურველის, იმდენად გაიზარდა უკვე ეს რიცხვი, რომ შარშან მაგალითად 300-ზე მეტი მსურველი იყო. შესაბამისად, ძალიან დიდი მოთხოვნა არის ამასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენ ყოველ წელს ვცდილობთ, რომ ასე ვთქვათ, სიახლე შევიტანოთ ბანაკში და სხვადასხვა საკითხები დავაინტეგრიროთ. მაგალითად, შარშან დავამატეთ ესეთი საკითხი საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების მნიშვნელობაზე და ჩვენ მოწვეული ყავდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან ექსპერტი, რომელმაც ჩვენს ბანაკის წევრებს ადგილზე გააკეთებინა ევაკუაციის გეგმები და ძალიან ასე ვთქვათ სახალისოც იყო მათთვის და პრაქტიკულად ისწავლეს მათ როგორ უნდა გააკეთონ ევაკუაციის გეგმები. და რაც შეეხება საინფორმაციო კამპანიებს, ესეც მაინტერესებს, ხო, რაც მეტი ინფორმაცია, საზოგადოების ცნობიერებაც მახვდება და ალბათ უსურველიც მეტია პროექტის ჩართვის. ხშირად გვაქვს ხოლმე საინფორმაციო ტიპის კამპანიები, ასევე ჩვენ აქტიურად გვაქვს იცით თუ არა რომ კამპანია, ასევე ამჟამად საკმაოდ აქტიურია პლასტიკის კამპანია, რომელთან დაკავშირებითაც კვირაში იდება 5-დან 7 პოსტამდე საინფორმაციო ტიპის კამპანიები და ასევე სხვადასხვა ტიპის კამპანიებსაც აქტიურად სხვადასხვა თემატიკაზე ვგეგმავთ ხოლმე, ანუ არ ვართ ორიენტირებული, რომ მაგალითად მხოლოდ ერთი თემა მოვიცავთ, ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ეს გავაფართოთ, იყოს მაგალითად ბიომრავალფეროვნებაზე, შემდგომ მაგალითად ერთი თვეს თუ დავუთმობთ ბიომრავალფეროვნებას, შემდგომ უკვე გადავდივართ მაგალითად მდგრად განვითარებაზე და ასე შემდგომ სხვადასხვა თემებს ვფარავთ ხოლმე, თუმცა ამას ასევე ვცდილობთ მოვარგოთ მწვანე დღეებსაც, რომელსაც მოგეხსენებათ ყოველთვიურად აღვნიშნავთ. კი ბატონო, და რომ შევაჯამოთ გადაცემა და მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენი მთავარი გზავნილი. ან ძალიან ბევრი ახალგაზრდა გვისმენს. თავარი გზავნილი ალბათ არის ის, რომ მაქსიმალურად ვთხოვოთ ახალგაზრდებს, რომ კიდევ უფრო გააქტიურდნენ, არა მხოლოდ ახალგაზრდებს, მთლიანად მოსახლეობას ვთხოვოთ, რომ კიდევ უფრო გააქტიურდნენ გარემოსდაცვითი მიმართულებით და აგრეთვე მინდა ვახსენო ის, რომ ჩვენ პროექტის ფარგლებში მაისის თვეში ვგეგმავთ უშუალოდ სკოლებში ტრენინგებს,
და იმედი მაქვს, რომ სკოლების მხრიდანაც აქტიური ჩართულობა იქნება, მზაობა იქნება და ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ გაიზარდოს მოსახლეობაში ცნობიერების დონე და მოსახლეობა ზოგადად კატასტროფების მიმართაც გახდეს მედეგი და კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ გახდეს ასე ვთქვათ, მათი მხრიდან იყოს ინტერესი, კი ბატონო. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ასაკის ადამიანის ჩართულობა, ახალგაზრდების, თუმცა მაინტერესებს, აი ბაღის ასაკიდან რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რასაკვირველია, დოზირებული, მაგრამ აი ამ მიმართულებით თუ გაქვთ აქტივობები. დიახ, აუცილებლად გვაქვს როგორც ტრენინგები, ასევე სხვადასხვა ტიპის აქტივობები, რადგანაც მოგეხსენებათ აუცილებელია, რომ ბაღის ასაკიდანვე იცოდნენ თუ რას ნიშნავს გარემოზე დაცვა, გარემოს დაცვა და გარემოზე ზრუნვა და გვაქვს სხვადასხვა თემატიკის, როგორც თამაშები, ასევე გვაქვს მასწავლებლებისთვის სხვადასხვა ტიპის კონკურსები, რომლებშიც ასევე ბაღის მოსწავლეებიც იღებენ მონაწილეობას. ბატონო და რა თქმა უნდა, ზოგადად ამ მიმართულებით მუშაობა, მეტი ინფორმაცია, მომავლის დაცვა, მოდით ასე ვთქვათ, და ეს არ არის მარტო ჩვენი გამოწვევა, ეს არის მსოფლიოს გამოწვევა, გლობალური გამოწვევა. და ერთად მე მგონი ყველა მოვერევით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სურვილი და ცოდნა. რამეს ხომ არ დაამატებთ? მე მგონი ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს მფენელს და მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს და სიახლეებით კვლავ გელოდებით. ასევე მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ჩვენს მფენელს და მაყურებელს კი შევახსენებთ, ჩვენი საუბრის თემა იყო პროექტი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში, ხოლო სტუმრები იყვნენ ნინო გუჟინაძე, საინფორმაციო და კომუნიკაციების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, მარიამ სესიტაშვილი, პროექტის კოორდინატორი. დიდი მადლობა, მე მალე დაგიბრუნდებით.